არა. ეს რა არის, ვერ გავიგე, 40 წლის კაცს. დედა რო დარაჯობს ძილის დროს ეს რას ნიშნავს? ნეტა გენახარ რანაირი მოხვედი. ვიცი, არაფერი არ მოხსოვს. კიდევ კაი გამოვიხედე. აი არ ვიცი რატო გამოვიხედე. და ქვემოთ ეგდე. იქმედი რა. ზაბლა, ხო, კიბებთ. ჯერ ვიფიქრე, რომ მოკვდი. მერე მივხვდი, რომ სუნთქავ. ხო და მერე ვიფიქრე, ძალიან მაგარი ნაცემია თქო და მოკლედ რა. კარგზე არაფერზე არ იფიქრე. მართალი ხარ. უნდა მეფიქრა, რომ სამსახურიდან ძალიან დაღლილი რომ მოდიხარ. ვიღარ ამოდიხარ სახლში, იცი? იღლები და იქვე კიბესთან იძინებ. აი არ გვინდა ეხლა ეს ირონია, რა გავიგე რომ კარგი შვილი არ ვარ. გუშინ ძალიან დაგრუზული ვიყავი და ეს მეტი მომევიდა ცოტა. კარგი შვილი ხარ შენ. მოხდა რამე? არაფერი, ანდრო ნახე რა. ისე ვიჩხუბეთ? არ ვიჩხუბია, უბრალოდ ვილაპარაკეთ. სულად ის ლაპარაკობდა და მე უსმენდი, როგორი ბედნიერები არიან ეგ და თაკო ერთად და როგორ დაიჭირეს იდეალური სიყვარულის ბალანსი. რანაირად შემოძრა კაცო მაინც. მაგრამ თავარია ბედნიერია. შენ შეგიძლია იყო ბედნიერი. უნდა მორჩე წარსულის გეგვას. წარსული იქნა დატო, სადაც არის და გაიხედო წინ მომავალში. და მომავალში რა იქნება? მომავალი გააქვს, შვილი ხო ყავს. შენ არ იცი წინ ეხა რა მაგარი რაღაცები დაიწყება. ცოტა ხანში ფეხს აიდგავს. მამას დაგიძახებს. რაღაც კითხვებს დაგისვამშინავ ცოტა უპასუხო. შეიძლება გაგიჟდე ისეთი მაგარი პერიოდი იწყება. ესე კაი ტიპია. ძალიან საყვარელია. აი ძალიან. კაი ტიპია. რა ვიცი, შევეცდები რომ ყველაფერი გამოასწორო და კარგად იყოს ყველაფერი რა. მეც მოგეხმარები და ყველაფერს მოვახერხებთ ერთად. დამიჯერე. მოდი ყავას გაგიკეთებ, მე ხა ჯობია. Bye. რა ვიცი? რაღაცა გამწოვი მაინც გამოგერთო, ან დაზგა ჩაგერთო. რამე გაგეკეთებინა? დამოვიწყდა. გულს ვერაფერს ვერ უდებ რა. ვიცი. სულ ნინიზე მეფიქრება. არ გინდა ცოტა ხანი შვებულება აიღო? რატო? რა ვიცი, წამოწოლილი ფიქრებდი ცოტას. არა, ესე მირჩევნია. კარგი. რა შევით გოგოები? შეცოცხალი ხარ? რავი, რამე უნდა მომსვლო და? რა ვიცი, გირეკავ ტელეფონზე არ მოსუხო. სახში მოვედი, კარებს არ მიღებ. რავი, რაღაც საქმეზე ვიყავი გასული რა. დილის 9 საათზე? ხო, რა იყო, 9-ზე არ შეიძლება რომ საქმე იყოს. ბიჭო, შვიდობა გაქვს. კი? არ გინდა მოყვერა ხდები.
ო, კაი მიხედეთ რა თქვენ საქმეს რა. რისთვის მეძებდი რა გინდა? არაფერი იმენ დარეკა. სასტუმროს ტიპი რო არა, ჯემალა. მერე? რა სიჯღანები შეკვეთის მიცემა უნდოდა. მოიცი, მაგან ხო ააშენე ეგ სასტუმრო. თუ რაღაცა ვერანდა მიამატათ, თუ რაღაცა და ავეჯის დამატება მინდა. ო, მეთქი ინგრევა ქვეყანად ხო, ბიჭო ის საკეტები ხო არ გაფუჭდას კუჩი. ბიჭო, ეჩქარება კაც და 5 საათზე მოვა ეხა და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რა გჭირს შე. ხო და გილოცავთ რა. თქვენ დახვდებით. მე მაგის ნერვი არა მაქვს ძმაო რა. ხო რა, თან შეიძლება გასაქცევი გავხდე რა. ხო შეიძლება ერთხელ. რა თქვენს გააკეთოთ საქმე რა. კი, შეიძლება და გავაკეთებ კიდეც. უბრალოდ მეც ცოტა ადრე მინდოდა დღეს გასვლა სამსახურიდან. შენ რა საქმე გაქვს? არაფერი ეთერი რაღაც საკურთხს აკეთებს და თხოვა იქნებ ცოტა ადრე გამოხვიდე. მე ვერ თქვი ბიჭო, წადი უეჭველი კაცო, მე დავხვდები. არ მინდა არა. შენც ხო საქმე გაქვს. არა უშავს კაცო, გადავდებ ხვალ, ან ზეიქ ჩემს საქმე. ბიჭო, ხვალიან ზეგისთვის თუ შეგიძლია რომ გადადო, აბა წამოდით თქვენც მაშინ ხო იცი რომ ეთერის გაუხარდება რა. უმაგრა კი მიტყდება ისე ბიჭო, რა ვერ ვნახულობ ხშირად რა. როგორც კი რომ ეკრემა ეგრევე ამოვიდგენ, რა შენ ძმობას ვიცავ. კაი, შენ რა სიძა? მეც ვერ რა. ბოდიში რა, ხო იცი დღეს იუბილეა და უნდა მოვემზადო. ჩათვალე, არაფერი არ მithქვამს. იუბილე თუ ახლა? ბიჭო, ეს რა არის? ეთო, კარი რატო გაგხია? რა არის? გული გამისკდა. ქითი გაიჭერი, გოგო? ხო, არა. ვიც ახლა დაგიმუშავებ. რას დამიმუშავებ, არა გამიკერავ კიდე. რა ამბავია, ნუნუ, ეს აი რა ამბავია. არაფერი არ არის, რა ამბავია. ქითი კი არა, დღეს დილიდან მე თვითონ არ ვიცი რას ვაკეთებ. აი წარმოდგენა არა. შენ მოგიკუთეს ჩვენ. რა მოხდებოდა ჩემს შულს გაიკეთებინა ჩემს შულს ეს საკურთხი ჩემთვის. ან ჩემთვის. ეთო, რამდენჯერ მიფიქრია მე რომ მოვკვდები ვინ გამიკეთებს საკურთხს თქო. მე რომ ახსენდებოდა რომ მარისი არ დამტოვებდა. ჩემი მარი. მე არ დამეწოს ეს ხორცი. ხორცს წვა? ო, კარტოფილი და ხორცი არა? კი. ხოიცი მარის როგორ უყვარდა ჩემი ოჯახური. მაგიტომაც არ შეგეცილი არც ტოლმაში და არც მაგაში. აბა ჩემი გაკეთებული რაც უყვარდა ყველაფერი მოუტანე. ეს გამოდის რომ ყველაფერი შენი გაკეთებული უყვარდა. არა გოგო, აი ეს. ხოიცი. ნიკუზიან ბადრიჯანზე და ჩემ ხაჭაპურზე გიждდებოდა. და ვაშლის პეროგზე სხვათა შორის. ვაშლის პეროგიც გავუკეთე. რა გიში გოგო ხარ, აი რა გინდოდა? რა მინდოდა ეთო? მარტო შენი შვილი კი არ იყო, მარი. ჩემი ციკო. დაჭიქები. ნამოვალაგებ ახლა. გაჭირს მაგმანქანას ერთი რა. და რო გითხრა გააკეთებ? თუ ადამიანს შევპირდები, გავაკეთებ, მეთქი კი გავაკეთებ. არ მიყვარს მე ხალხის გადაგდება. საღამოს იქნება, ხო გითხრა? უშნებს ლაღამოდეც ეგრე არ მითხარით? ვერ მოვახერხე რა, ბევრი საქმე. ბევრი საქმეა და გოგოსი გადადე, ბიჭო. რა, იფიქრე, ვერ მეჩხუბება, დავჩაგრავო თუ რაშია საქმე, აბა? რა გჭირ შენ შარზე, ხან? მე ვარ შარზე, ბიჭო. გოგოს 2 დღეა ატყუებ. ფულზე ესა შეგვაჭრებია არაფერი და რა პონჩი გადააგდე. არ გადამეგდია თქო, ძმაო, გეოვნები საღამოს დავიწყებ. საღამოს დაიწყებ. წეღანარ თქვი, ბიჭო, საღამოს გავაკეთებ, მატყუებ თუ რას აკეთებ. არა, ცოტა საქმე და მზად როგორ იქნება. ღამე გავაცინო. რა ვქნა? მომისმინე ჩემი ძმა, შენ თუ ღამის გათენება არ შეგიძლია, იცი რა ქენი? აი წინასწარ ფულის გამოართვე, ეგ უკან დაუბრუნე. აი ამ გოგოს ბოდიში მოუხადე და დანარჩენს მე მივხედავ, გასაგებია?
გავაკეთებ. ატიოსანი კაცი რომ მეგონა, იმიტომ გამოუშვა შენთან თორე ხელოსნების მეტი რა არის, თო? გავაკეთებ მეთქი, მეტი რა ვქნა. აღარავის აღარ ჭირდება შენი გაკეთებული მანქანა და მადლობა თქვის ხوانარიათ რო არ გელაპარაკები, გასაგებია ეხლა. აი ძმაო, როგორც იტყვი. ისე დედას ყველაზე მეტად ჭადი და ყველი უყვარდა. იმიტომ ხო ყოველდღე ჭადდა ყველს. სხვათა შორის ჩემი ხაჭაპურიც ძალიან უყვარდა. ხო, ხაჭაპური ძალიან. იცი ბებო, დედა შენი პატარა რო იყო, არაფერს რო არ შეჭამდა, დაურეკავდი ნუნუს, ნუნუ მიშველე ვეტყოდი და ზუსტად 9 საათში ჩემთან იყო ცხელი ხაჭაპური. ესე იგი რომ მომენატრებით ხოლმე ვიშიმშილებ და ბებოს დავარეკე. ამას უყურე რა. რა გინდა გიგო ბებია შენის დარეკვა. შენ ოღონდ მოგენატრობე და მე ყოველთვის შენ გვერდზე ვიქნები. ათხარ, ყობამდე. რა მარტინი ამოვიტანე. მარიამს უყვარდა. მართალი ერთიაში ისეთი თვალი იყო, გვერდზე არ იყო, მაგრამ თორემ მაინც ძალიან ლამაზად ბრჭყვინავდა. გახსოვს ბათუმში რო დალეა. ოღონდ მაგას უხდება ზეთისხილი და ლიმონი. ორივე აქ არის მამიკო. საღამოს ჩახუტებები სად არის? კასპერა იქნება. მიდი აბა ნახე. იცის ხოლმე ზუსტად მოსვლა. ანა! ჩემო სილამაზე როგორ ხარ? კარგად, დედა კიდე ამბობდა არაფერტუალური. ჩემზე ამბობდა? ეს ისტორია არის, სამი საათი რო კაფეში მაღუდინა? გამარჯობა. გამარჯობა. ნუ როგორ ხარ? ხოდა მაგ დროს ისე განიცდიდა და ჩამეძინაო. ხოდა შორის არ სულად იყო მაგ დროს. ჩემზე? დიახ. მახსოვს. დაჯექი რა. აუ, სპედა. ვერ მოვდივარ დაიწყეთ. ой, მართლა, დავიწყეთ მაშინ ჩვენ. დავიწყეთ. ერთ წუთს. სად მიდიხარ, ბებო? ვითომ დედა ჩვენთან არის. ჩახალჩიმი უქროს ყო. ვის დაუსხეწვარი? მე. Adrian Soldier da Soldier la piane Male, male, khomi tiro